სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამენ. დღეს დიდი მარხვის მეხუთე კვირას ეკლესია აღასრულებს სენებას ღირსი დედის მარიამ ეგვიპტელის, რომლის ცხოვრებაც ყოველმა თქვენთაგანმა უწყით და ბუნებრივია, რომ ყველას გვაქვს აზრი თუ რაოდენ დიდი დაცემა განიცადა ამ ადამიანმა და შემდეგ რაოდენ დიდი ღვაწლი იტვირთა იმისათვის, რომ სინანულის საფუძველზე მიიღო მიტევება იმ უმძიმესი ცოდვებისა, რომელსაც ჩადიოდა სინანულამდე. ანუ ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს სახეზე ადამიანის უკიდურესი დაცემა და მეორეს მხრივ უდიდესი ღვაწლი, რომლის საფუძველზეც ღმერთმა აცხოვნა, იგი და არა მარტო აცხოვნა, არამედ დიდ წმინდანთა რანგში განაწესა და განსაკუთრებულად დაადგინა მეორედ წლის მანძილზე საეკლესიო საღვთისმსახურო დღესასწაულთა შორის ღირსი დედის მარიამ ეგვიპტელის ხსენებაც. ხორციელი ცოდვის შესახებ მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი. პავლე მოციქული კორინთელებს მოუწოდებდა რა უბიწოებისაკენ მიმართავდა. არა უწყითა რამე თუ ხორცნი ეგე თქვენი ასოვნი ქრისტესნი არიან. აღუკვე ვიხვნია ასოვნი იგი ქრისტესნი და ვხვნე ასო მეძავის, ნუ იყოფი. ეს ზარდამცემი სიტყვებია, მოციქულს არ უთქვამს, აღუკვე ვიხვნია ასოვნი იგი ქრისტესნი და შეუერთო მეძავს, არამედ ვხვნე ასო მეძავის. ასეთი გამოთქმა გაცილებით შთამბეჭდავია. შემდგომ მოციქული განმარტავს, რა მოსდის სიძვის მოქმედ მამაკაცს. არა უწყით რამე თუ რომელი შეეყოს მეძავსა, ერთ ხორცს არიან. საიდან იცის ეს მოციქულმა? რამე თუ იტყვის, იყვნენ ორნივე ერთ ხორცს, ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულარს. ანუ რომელნი შეეყოფიან ურთიერთს, ორნი ვეღარ იქნებიან, ისინი ერთ ხორცს არიან. პავლეს არ უთქვამს, სიძვისაგან თავი შეიკავეთო, მან მოგვიწოდა, ეუტოდეთ სიძვასა, ანუ ძალღონი არ დაიშუროთ ამ მანკიერებისაგან განსაშორებლად. ყოველი ცოდვა, რომელი ქმნეს კაცმან გარეშე ხორცთა არს, ხოლო რომელი ისიძვიდეს თვისთა მიმართ ხორცთა ცოდავს. მკითხავ, მკვლელი, ანგარების მოყვარე, ძარცველი, ხომ ხორციელ ცოდვას იქმს. როგორ არა, ეს ყველა მიცის, მაგრამ რა კი ვერ ვიტყვით, რომ სიძვის მოქმედი ყველაზე მეტად დასაგმობია, მოციქული სხვაგვარად გამოხატავს ამ ცოდვის უკეთურებას. მისი სიტყვებით, სიძვა ბილწავს მთელ სხეულს და უწმინდურებით სავსე ბინძურ ჭურჭელში ჩავარდნილს ამსგავსებს. ძიმია სხვა ცოდვებიც, ანგარების მოყვარებაცა და სიძვაც ორივე გენიას განუმზადებს კაცს. წინდახედული პავლე მოციქული ყველა საშუალებით ცდილობს ცოდვის სიმძიმის წარმოჩენას. არა უწყით რამე თუ ხორცნი ეგე თქვენი ტაძარნი თქვენ შორის სულისაწმინდისანი არიან. მანახსენა არა მხოლოდ სულიწმინდა, არამედ თქვენ შორის სულისაწმინდისანი და ამ სიტყვების განსამარტავად და მათი მნიშვნელობის ასამაღლებლად დაურთო, რომელი იგი გაქვს ღმრთისაგან, რათა ნაბოძების სიდიადისა და მისი მომნიჭებელი ღმერთის წყალობის მიმართ ჩვენში მოშიშება შთაენერგა. არა ხარ თვისთა თავთანი, ეს სიტყვები არა მხოლოდ ამხელს კაცს, არამედ სათნოების საქმნელადაც აღძრავს მას. როგორ შეგიძლია აკეთო ის, რასაც ინებებ, როცა არ განაგებ საკუთარ თავს. ამ სიტყვებით მოციქული
არ უარყოფს კაცთა თავისუფლებას, მაგრამ განგვარიდებს მანკიერებისაგან და ნათელ ყოფს უფლის ზრუნვას ჩვენზე. ამიტომაც განაგრძობს ნათქვამს, სასყიდლით სყიდულ ხართ. მაინც რას ნიშნავს? არა ხართ თვისთა თავთანი და რისი შეგონება სურს ამით მოციქულს. მას უნდა დაგვარწმუნოს, ცოდვა არ ჩავიდინოთ და სულის მანკიერ გულისკმებს არ ავხვეთ. ჩვენ შეიძლება მრავალი უკეთური სურვილი აღგვეძრას, მაგრამ თავშეკავება გვმართებს და ეს ხელგვეწიფება კიდეც. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი დამოძღვრა ზედმეტი იქნებოდა. გულისხმა ხავ, როგორ გვარწმუნებს მოციქული, ჯერ მიგვითითებს, არა ხართ თვისთა თავთანი, განაგრძნობს. სასყიდლით სყიდულ ხართ. რატომ ამბობს ასე? იქნებ ვინმე მითხრას, საჭირო იყო გამოკვეთა, რომ უფალი ვყავსო, მაგრამ ღმერთები წარმართებსაც ჰყავთ. სასყიდლით გამოსყიდვა კი მარტოდენ ჩვენ გვეხება. მოციქული შეგვახსენებს ქველმოქმედების სიდიადესა და ჩვენი გადარჩენის გზას. განგვიმარტავს, რომ ღმერთმა ჩვენ მისთვის უცხონი გამოგვისყიდა, თანაც არა უბრალოდ, არამედ სასყიდლით. ადიდეთ უკვე ღმერთი ხორცითა, მაგი თქვენით და სულითა მაგი თქვენითა, რომელი იგი არს ღმრთისაი, მოგვიწოდებს პავლე და შეგვაგონებს. არ ვიმრუშოთ არაოდენ სხეულით, არამედ სულითაც. ფიქრებიდან ამოვძირკოთ მანკიერება და არ წარვიხოცოთ მადლი. ეს სიტყვები მარად შეგვახსენებს, რომ ხორციც, სამშვინველიცა და სულიც ერთობლივ უფლისაგან მოგვეცა და მასვე ეკუთვნის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავად შექმნა ისინი, არამედ იმიტომაც, რომ უფალმა ჩვენ თავისთვის უკვე უცხონი მეორედ შეგვიძინა თავისი ძის სისხლით ფასად. აი ეს არის სწორედ სასყიდელი. შეხედე მოციქული როგორ აცხადებს ყოველივეს ქრისტეს კუთვნილად და გვეხმარება ავმაღლდეთ ზეცამდე. აი ასეთი დიდი მადლი მოიღო ღმერთმა ჩვენზე. ამდენად დიდი წყალობა, რომ ჩვენი სხეული ტაძრად ღმრთისა იწოდება. ამდენად სიძვით, მრუშებით აღარაფერს ვამბობ სოდომ გომორულ ცოდვაზე, რომელსაც თანამედროვე ცხოვრება წარმოაჩენს თითქოს ნორმად ადამიანის ცხოვრების წესისა, თავაზობს. იბილწება სხეული ადამიანისა და იბილწება სწორედ და შეურაცხყოფა ხდება ღმერთისა. ამდენად ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ სიძვა მრუშება, მამათ მავლობა თუ დედათ მავლობა არის უმძიმესი ცოდვები, სწორედ ადამიანზე ზრუნვის გამო ხდება. თუ ჩვენ არ ვიტყვით ამას, მაშინ რაღა არის ეკლესიის დანიშნულება. თუ კი ეკლესია ამაზე შეჩერდა და ხმა არ ამოიღო. რაღაცში მდგომარეობს ეკლესიის დანიშნულება. ამ დღეებში თუ თქვენ თვალს ადევნებდით, იყო საუბარი კანონზე, რომელსაც ანტიდისკრიმინაციულ კანონს უწოდებენ. და როგორც ჩვენ შევიტყვეთ, ეს კანონი გადაგზავნილია უკვე პარლამენტში. იმ ფონზე, როდესაც პრემიერმა გააკეთა განცხადება კონსტიტუციაში დაზუსტების შესატანად ოჯახის ცნების შესახებ, სწორედ განვითარდა საუბრები ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღების შესახებ.
ჩვენ გავიცანით ამ კანონს და საკმაოდ ბუნდოვანია ეს კანონი და ბევრ კითხვას ბადებს იგი ჩვენში. ეს სწორედ რაზედაც საუბრობდი ზევით, შეიძლება ჩვენ დისკრიმინაციაში ჩაგვითვალონ, თუ კი ეს კანონი არ განიმარტება და დაზუსტებული სახით არ იქნება წარმოდგენილი და შემდეგ მიღებული, ისე რომ ეკლესიის სწავლება, საერთოდ ზნეობა და ეროვნულობა იქნეს გათვალისწინებული და დაცული, მაშინ ბუნებრივია, რომ მიუღებელი იქნება იგი. კერძოდ, კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ჩაგვითვალონ ჩვენ დისკრიმინაციაში, როდესაც ვამბობთ, რომ სიძვამრუშება, მამათ მავლობა, დედათ მავლობა არის სოდვა და ეს შეურაცხყოფს ადამიანის უფლებებს. შეიძლება ჩაგვითვალონ დისკრიმინაციაში ის, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეკლესიის სწავლება, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ყველა სხვა სწავლება, ეს იქნება კათოლიკური, პროტესტანტული, მუსულმანური თუ სხვა და სხვა, არის სრულ სწავლება. ესეც შეიძლება ჩაგვითვალონ სხვადასხვა დენომინაციების, რელიგიური კონფესიების მიმართ უდიერ მოპყრობაში და დისკრიმინაციაში. შეიძლება ჩაგვითვალონ დისკრიმინაციად ის, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ქვეყანას ქვია საქართველო. რადგანაც აქ ცხოვრობს აზერბაიჯანელი, სომეხი, ასევე და კიდე სხვა ერისშვილები და შეიძლება იმათ გამოხატო პრეტენზია, რომ აი ჩემი უფლებები აქ ირღვევა. აი აქამდე მიდის ეს კურიოზი, რომელსაც ქვია ადამიანის უფლებების არასწორი გაგება. ამიტომ უნებრივია ჩვენ ვითხოვთ, რომ იქნეს დაზუსტებული რა იგულისხმება დისკრიმინაციაში. თორემ ხვალ შეიძლება თან იქ არის ჩამოთვლილი უკვე სასამართლო ინსტანციების მიერ გამოტანილი მსჯავრები, რომელიც საკმაოდ მოცულობითია ციხეში გასატარებელი დროის თვალსაზრისით. თუ კი სასამართლო გადაწყვიტავს, რომ შენ რაიმე ისეთი უთხარი ან თქვი, რაც ჩაგეთვლება დისკრიმინაციად მეორე პირის ან პირთა ჯგუფის. პირთა ჯგუფზე უფრო დიდი რაოდენობით წლებია გათვალისწინებული. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ეკლესია და საზოგადოება, რომ იყოს გამოტანილი არა მხოლოდ პარლამენტის სამსჯავროზე, არამედ ფართო საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანილი ეს კანონი და ერმა ხალხმა გადაწყვიტოს, რამდენად ეს მისაღებია ჩვენთვის. მით უფრო რომ როგორც თქვენ იცით, დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს საუბარი ხელმოწერაზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ. და ევროკავშირი ისე არაფერს არ ითხოვს, თუ შენც არ მოგთხოვა რაიმე. ამდენად ჩვენ ყველაფერი ეს გვაინტერესებს ეკლესიას, ერს, მთლიანად საზოგადოებას. და კვლავ გავაგრძელოთ ჩვენი თემა. სიძვას კერპთაყვანისმცემლობამდე მიჰყავს კაცი. ბევრი უზნეო დედაკაცი, ვინმეს რომ თავი შეაყვაროს, მიმართავს ათასნაირ ჯადოქრობას, შელოცვებს, იყენებს ჯადოებს და სხვა უამრავ საშუალებას, მაგრამ მიუხედავად სირცხვილისა, მკვლელად ან კერპთაყვანისმცემლად ქცევის საშიშროებისა, ბევრი უნიშნელო რამედ მიიჩნევს სიძვას. გაცილებით უკეთესია საერთოდ არ გამოსცადო ეს ამაზრზენი ცოდვა, მაგრამ თუ ვინმე ოდესმე მაინც დაეცემა და იმკურნალოს კიდეც მისგან განსაცმენდად. რა არის მისი წამალი? დუღარეთ სრემლთან ნაკადი, გულის სიღრმიდან აღმოხდარი ოხრა, განუწყვეტელი შემოსრულება,
ბეჯითი ლოცვა, მოწყალების გაღება, ჩადენილი ცოდვის დაგმობა და გადაწყვეტილება ამგვარი რამ აღარ გაიმეორო. ასე მნიშვნელოვნად წარუხოცება ცოდვა და იწმინდება შებილწული სული. მაგრამ თუ შევწოდავთ და დავგმობთ ჩადენილს, შემდეგ კი იმავეს გავიმეორებთ, განწმენდის მცდელობა სასიკეთოს ვერაფერს შეგრძნეს. ვინც განიბანება და კვლავ ტალახში ამოელება, ვინც ანგრევს იმას, რაც ააშენა და კვლავ აშენებს ხელახლა დასანგრევად, ის ვერაფერს მოიგებს, მარტოოდენ ამაოდ დაშორება. ჩვენი ცხოვრება ფუჭად და ცუდად რომ არ გამვლოთ, განვიწმინდოთ ადრინდელ ცოდვათაგან და დარჩენილი სიცოცხლე გავატაროთ უბიცოდ, პატიოსნად და სხვა სიკეთეთა აღსრულებით, რათა სათნო ვეყოთ ღმერთს და ხირსნი გავხდეთ სასუფეველისა. ისე როგორც ეს აღასრულა თავის ცხოვრების წესით ღირსმა დედა მარიამ ეგვიპტელმა, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს ეკლესია. ღმერთმა დაგლოცოთ და